ის ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ მეტი ინფორმაცია მიღებული, ბევრად უფრო გვიან იწყებენ და ისინი უფრო მეტად იკავებენ თავს ასეთი კონტაქტებისაგან, ვიდრე ისინი, ვინც არაინფორმირებულებიან, რომლებიც ვერ აცნობიერებენ იმ საფრთხეებს და რისკებს, რაც მათ შეიძლება წინ რამდენად მიიღო დღეს საზოგადოებამ ასე ვთქვათ, აი ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება. ბატონო ივა, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ ეს არსებობს ნამდვილად, ჩვეულებრივად ეს არის ჩვენი ცხოვრება, არის ბოიფრენდების და გელფრენდების ინსტიტუტი. სულ პატარა მინდა ამ თემაზე, ძალიან პატარა. ხარავინ არ გაიგოს, რომ მე განათლების მოწინააღმდეგე ვარ რა. მთელი ჩემი ცხოვრება განათლებას და გამრავლებას ვემსახურები, მეტი არ აქვს. დავამთავრო უნდა რა, დავამთავრო, არ დაიმთავრებია, შესავალი რატო გავაკეთე. განათლება იწყება, მოდი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ერთი თემა მიუძნათ სახარება, ვიცით თუ არა ჩვენ საერთოდ. და ქრისტიანული ცხოვრება რა არის და როგორ? განათლება იწყება აქედან, ქრისტიანული მოძღვრებიდან, სახარების სწორი და კარგი გაგებიდან და ამის მერე მისი ცხოვრებაში დანერგვიზა. განათლება იწყება აქედან. აი ამის მერე რაც იქნება მეცნიერებას ქრისტიანობა არ უარყოფს პირიქით. არა, ამაზე ხო არ ვლაპარაკობთ, ხა ქრისტიანობა რას უარყოფს და რაც არა, ბატონო. სხვა თქმა მინდა, ქალწულობის ინსტიტუტი ეს არის პირველ რიგში სიწმინდე. პირველ რიგში არის სწორედ განათლება და დაცვა ჩვენი შვილების და ჩვენი შთამომავლების. მაგრამ ამავე დროს ხომ ძალიან ბევრი არის სწორედ ამ საზოგადოების ერთი წამით ძალიან ბევრი არის მაგალითი იმისა, რომ სწორედ ამ ქალწულობის ინსტიტუტის და გამო ძალიან ბევრი ოჯახი ინგრევა, იმიტომ რომ გოგოები გაუნათლებლობის გამო ინგრევა. შეიძლება ერთი აი ამ რელიგიური გაუნათლებლობის სიწმინდის გამო, როცა არ იცის, ერთი შეკითხვა მარტივი, რომელსაც ნუ აი კლასიკური მაგალითი, აი ქალბატონების ძე ყველა. ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ, ვინც ეთანხმებით აწიეთ ხელი. არის თუ არა საქალწულო აპკი გარანტი ბობავარი ოჯახო, თქვენი აზრით, ბობავარი ოჯახის მართლმადიდებლური ოჯახის სიმყარისა, ანუ ქალიშვილობის ინსტიტუტი არის თუ არა გარანტი, თქვენი აზრი, აწიეთ ხელი ვინც ეთანხმებით. არავინ არ წევს ხელს, იმიტომ რომ არ არის გარანტი. ამას შემთელი საქმე და ეს სექსოპათოლოგებმა კარგად ვიცით. არა, გარანტი რა არ არის, ბატონო, სიწმინდის გარანტი არ არის. სიწმინდის გარანტი არ არის. ჩემს სიყვარულს გარანტია. მე მარტივად დავსვი არა, რა ის გარანტია იქ მე არ ვიცი გამაგებია. თუ ვიდებერ გაიგო. ასახისუფლებაც ხო გვაქვს? აქ ყოფილა. არა, მე ალბათოდებს მივართ ეკითხვით. აქ არის მამაკაცის ქალწულებაზეც ლაპარაკი, მარტო ხალის ის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მარტო ხალის ქალწულებაზე არ ლაპარაკი. აქ მამაკაცის ქალწულებაზეც ლაპარაკი. ორი წუთში დაბრუნდებით, რეკლამა და კიდევ ერთი ნაწილი ჩვენ მოусმინეთ